მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GG Gaming და დღეს ჩვენ ვითამაშებთ ამას FC Mobiles და დღეს ავიღე კარდი ივენთიდან, რომელიც არის Iniesta-სი, როგორც თქვი წინა ვიდეოებში, ეს კარდი ძალიან მომწონდა და ყველა დანარჩენ კარდზე უფრო მეტად მომწონდა. ამიტომაც ეს კარდი ავიღე და იმედი მაქვს, რომ overall-ი კარგად დაებუსტება სხვებთან შედარებით. თუ არა და მინდა გითხრათ თუ არიცით, დუნგას ჩაპტერი როცა გამოვა, დუნგას მინი ივენთი, ასე თუ შეიძლება უწოდოთ, ბოლო მეოთხე კვირის, მას რომ დავხუროთ, გვექნება საშუალება, რომ მაგალითად მე ხომ ავირჩიე ინიესტა და დანარჩენ ორ ქარტს შორის, ანუ კიელინისა და ტოტის შორის არჩევანის გაკეთების საშუალება და მათი აღება მხოლოდ 500 თოკენად, რაც ჩემი აზრით ცუდი არ არის, ძალიან კარგია და მე ჩემი აზრით აქ ტოტის ავიღებ თუ ავიღე. სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება რომ ეს კარტი ვერ ავიღო, მაგრამ ჩემი აზრით მაინც არ აუშავს. ინიესტა კიდევ იმიტომ ავიღე, რომ ესპანეთის ნაკრებთან არის დაკავშირებული მისი overall-ის მომატება, ასევე არის დაკავშირებული ბარსელონასთან და მგონია რომ ეს გუნდები ყველაზე კარგ წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა ახლა ესპანეთი სწორედ ჩვენს ჯგუფშია სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებში და მე მგონი ცუდი რაღაც გავაკეთე, იმიტომ რომ ესპანეთმა მინდა სინამდვილეში რომ წარმატებას მიაღწიოს, არა მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ ჩვენთან არა, დანარჩენ გუნდებთან კი. ჩვენ ყველას უნდა გადავუაროთ საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებ. ესპანეთის ნაკრებთან დაკავშირებული overall-ის დაბუსტვები კი მინდა შესრულდეს სხვა ნაკრებებთან და არა მაგალითად საქართველოს ნაკრებთან. ეს ერთ-ერთი ფაქტი იყო, რაც ახლა გამახსენდა და ეს უბრალოდ თქვი. ახლა კი აჩვენებთ ინიესტას სტატებს. ასე გამოიყურება მისი სტატები, რახან შემტევი ნახევარმცველი იყო, ვერ დავუბუსტე ვერც დაცვა და ვერც ფიზიკურობა, თორემ ამას ნამდვილად გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, გაეხსნება მას შემდეგ მეორე პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი და ხო, ასევე დარტყმები გაუძლიერე იმ 1 skill point-ით, რაც მომეცა დარანკვის შემდეგ და ურანკავი არ მინდოდა რომ ეს კარდი გამეტესდა. ამიტომაც ისეთი მასშტაბი რაც მქონდა, გამოვიყენე და დავრანკე ეს კარდი ერთჯერ. და ამითაც დარტყმები გაუძლიერე. ჩემი აზრით სწორადაც მოვიქეცი, რადგან დანარჩენი სტატები კი გადასარევი აქვს. ასევე დავტოვე მიქაუტაძის კარდი, რომლის თამაშითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ძალიან მომწონს, როდესაც ამ კარდით ვთამაშობ. სტატებიც ძალიან მომწონს ამ კარდის და აი ესეთი სტატები აქვს 151 ფეისი, 151 შუთინგი, 151 დრიბლინგი, 122 ფიზიკა და ძალიან მომწონს ეს კარდი. უბრალოდ სახეზე თან ძალიან დიდი შეუსაბამობაა, მაგრამ იმედია ამას FC 26-ში გამოასწორებენ. ასევე პასები აქვს ასეც. და ფინეს შოთით აქვს ტრეიდებში. და ასეთი ფორმაციით ვათამაშებ ჩემს გუნდს და მოდი გადავიდეთ ახლა მენეჯერის რეჟიმში. გადავიდეთ დაივენჟე რაივალებში. აქ რაღაც ქონია დასაკლიმი. ინტერნეტით როგორც ჩანს ცოტა ბოდიშკი ხდება მეგობრებო ამ შეფერხებისთვის. ეგ არის ავიღეთ. გუნდი უკვე დავაყენე, რომლითაც ვითამაშებ და წავიდეთ და ვითამაშოთ ახლა. აი ასეთი სტატები აქვს მეგობრებო მეტოქეს, მაგრამ უკვე დაიწყო თამაში. ეს არის ჩემი გუნდი და მოდი ვნახოთ მეტოქის გუნდიც. როგორი გუნდი ყავს, ნახოთ ერთი. საკმაოდ კარგი გუნდი ყავს, დამაქსული მთლიანად, ტრეინინგ ლეველების ბოლომდე აქვს ყველა ქარტზე გაკეთებული და ვნახოთ ჩემი გუნდი რაც გახდება. კამბიასო, კარგად მიაქვს ბუთი. სნაიდერის კარგად წაიღო ბუთი, ზიდანის წინააღმდეგ თამაშობს. გაუმკლავდა ჯერჯერობით ზიდანს, გადმოვიდა მაიქონმა კი არ აღარ იყო და სნაიდერმა კარგი პასი გააკეთა. თუმცა კამბიასო ცუდად მოიქცა და კინი დარტყმა დეხია მოიგერია.
კუთხური იქნება ჩემი გუნდისთვის, რომელსაც ჩამოაწვის სნაიდერი? არა, ზამბროტა. მე კარე მითამაშე ძალიან ცუდად მეტოქის. ოპაც. არა, კამბიასო კარგად თამაშობს და გადააწოდა დონარუმას ძლიერი დარტყმით გამოიტანა წინ. მიქაუტაძემ დაუგორა სნაიდერმა დააგორა ზამბროტას. გიუნტერი აინახეთ შეტევაში ძალიან კარგად არის ასული. აბა, ნახოთ, ეს არის მიქაუტაძე და გაიტანა. აი, ზუსტად. ძალიან კარგი ქარდია მიქაუტაძის. ძალიან კარგი. კარგი პასიც იყო რაითისგან და მარცხენა ფეხით კარგად ვერ ნახე ინტერნეტის გამო ეს გოლი, თუმცა შემდეგ აუცილებლად გადავახავ და კარგად გაჩვენებთ. თუ როგორი გოლი იყო ზიდანი. მაიქონის სწრაფად ერთვება ხოლმე შეტევებში ეს მისი ქარდები მე საერთოდ ძალიან მომწონს. ჰიროუ ქარდი მისი მქონდა მე. ჰიროუ ივენთიდან აღებული ქარდი მისი მქონდა და ძალიან კარგი იყო. და შემდეგ შევცვალე კარლოს პუიოლით. უფრო დაცვითი რომ გამეხადა ჩემი გუნდი. ჩარლტონმა წინ გადააწოდა კრუიფს. დიუინტერმა წააქცია კრუიფი და ვნახოთ იყო თუ არა პენალტი. არა, პენალტი ნამდვილად არ იყო აქ. ოპა, მიქაუტაძემ დაუგდო კამბიასოს. ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანს ინიესტა, რადგან მარჯვენა ფლანგზე არ გადმოუტანიათ თამაში. რაითი აი ახლა გადმოიტანეს ინიესტა კარგად მოძებნა სნაიდერი, კარგად ათამაშებს ჩემი გუნდი მიქაუტაძე და კიდევ ერთი გოლი მიქაუტაძის, დუბლი. არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ეს ქარდი არის აი იაფს თუ დაუძახებთ. თუ შეიძლება რომ დაუძახებთ და შემდეგ კიდევ ძალიან ძლიერი და შვენიერი დაკმაყოფილება მოხდა და გოლის გაიტანა. შეცვლების შეასრულა მეტოქე. კვარაცხელია მასაც ყავს. მეც ყავს, ძალიან ბევრი შეცვლა მყავს. შემიძლია რომ ნებისმიერი მათგანი ნებისმიერ დროს ჩავთო თამაშში. მაგალითად თუ სტრაიკი დაიღალა რომელიმე შემიძლია რომ ჩავთო მიულერი ან თუ მაგალითად შნეიდერი დაიღალა შემიძლია გუტი ჩავთო ან შემიძლია შაკირი ჩავთო. შემიძლია ასევე ინიესტა ავწიო სტრაიკზე. მაგას გავაკეთებ ზუსტად ახლა შემდეგ ნახევარში. შემდეგ ნახევარში რაღა იყო და ცოტა დრო გავიდეს და უკვე როცა მივხვდები რომ კვარაცხელია. არა, ჩემი დაცვა ძალიან მაგარია ბიჭო, ხო არ გადავ. ჩემი დაცვა სულ 4-ჯერ ყავს დარანკული ყველა ქარდი ჩემი დაცვის და მაინც ძალიან მშვენიერია. და როგორც დაინახეთ კიდევ ჩემმა შეტევამ ძალიან ადვილად გაარღვია მეტოქის დაცვის ხაზი. მოდი ახლა გადავიყვანოთ სტრაიკზე ინიესტა, რაითის მაგივრად, რა თქმა უნდა. ასევე შემოვიყვანოთ ესიენი კამბიასოს ნაცვლად და ეგარი. მე კვარასაც შემოვიყვან. დიდი ალბათობით. მედია დრო მომეცემა რომ პოზიციურად როგორც ვაკვირდები მიქაუტაძე არის ძალიან მაგარი ინიესტა და უბრალოდ მიქაუტაძე აი ენა ჩამივარდა უკვე. არ შემიძლია არ აღვნიშნო როგორი კარგია მიქაუტაძის ქარდი თამაში. ინიესტამ კიდევ აქ შვენიერი გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ მეგობრებო ვინც უყურებთ უნდა გამოცადოთ ეს ქარდი ჰიტ-თუ ჰიტშიც და მენეჯერ მოუდშიც. ჩემი პირადი რჩევაა რომ ეს ქარდი თქვენს გუნდში იყოს რამე რეზერვად. რა სტრაიკები მყავს იცით? ნახეთ მიულერი, რაითი, მაგრამ ასეთი პერფორმანსი არავის არ ქონია. მაიქონი აქ შვენიერი ჩააწოდა და გაიტანა კიუიტმა. თუმცა მე მყავს უბრალოდ მიქაუტაძე და კიუიტი ახლოსაც ვერ მივა ამ ქართთან. აქ ცოტა მაიქონი ჩაერთო ძალიან კარგად შეტევაში და ამის გამო ინიესტა გაათამაშა მიქაუტაძე ესიენი. მიქაუტაძის ქარდი არის ძალიან მაგარი. აი გიჟი ქარდი. შნაიდერი აქ კიდევ გოლი იქნება. ისეთი შეტევაა რომ აქ გოლი იქნება უეჭველი. შნაიდერი ჩაწოდება ფლანგზე, შაკირი.
კინი მაგარი შეტევები. აი მიქაუტაძის წვლილით ნახეთ ალბათ. ამ შეტევაში მიქაუტაძის ასევე ინიესტასაც კარგი იყო. დააბა ერთი მცველი. ნუ პოზიციურობა თუ აქვს ცელს კარგი, ამას ასე ჩაუხთავ ახლა. პოზიციურობა თუ აქვს კარგი, აუცილებლად უნდა და თუ გიყენია ქავერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველამ სათითაოდ უნდა აიყვანოს ფეხბურთელი. უბრალოდ კარდი. შენმა დაცომ უნდა აიყვანოს მეტოქის შეტევა. და მოდი ახლა ჯერ ნახოთ კი არა და თან ნახოთ და გავაგზავნებთ ჩემს სათქმელს. ნახოთ გოლი მიქაუტაძის პირველი. ეგა წესიერად ეხან ვერ ნახეთ. აბა. აუ არა ბიჭო ხო არ ხატავ. ვაითმაც კარგად მონახა მიქაუტაძე. პოზიციურობაც ნახეთ რა კარგი იყო და შვენიერი დარტყმა. თან ეს არის მისი სუსტი ფეხით მეგობრებო. სუსტი ფეხით შვენიერი იყო, აი არ ვიცი რა ვთქვა. და ვინ გახდებოდა საუკეთესო თუ არა მიქაუტაძე ინიესტას შეფასება იყო 7 და 4. შნეიდერმა ვერ გაუსწრო, ინიესტას უკეთესი შეფასება ჰქონდა, ასევე გაუსწრო კინმა მხოლოდ და ესა. ეს არის მიქაუტაძე პირველი იყო გუნდში და ასევე მეორე იყო ინიესტა. და ვაუ. ძალიან მომეწონა ორივე ქარდის პერფორმანსი. განსაკუთრებით კი მიქაუტაძის ქარდის. ახლა რა შემიძლია რომ თქვა ინიესტას ქარდზე. პოზიციურად კარგია ძალიან, ჩაწოდებები კარგი აქვს, ასევე შორეული დარტყმებით ახლა გაუძლიერე, ეგეც კარგი აქვს, უბრალოდ ახლა შესაბამისად იყო, რაც მოხდა მაგალითად რაითის შემთხვევაში წინა განხილვაზე რაითის ქარდის დავრანკვის გარეშე ამ ქარდმა ვერ გამოაჩინა თავისი მაქსიმუმი, მაგრამ შეძლო ის რომ ძალიან კარგი პერფორმანსი დადო, პასებიც კარგი გააკეთა, საგოლე პასიც გაუკეთა მიქაუტაძეს ერთხელ და ამითი მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა გუნდში. გაასწრო შნაიდერს მაგალითად, მეორე არა, მესამე უფრო სწორად. გაასწრო მხოლოდ კიდევ ერთმა გოლის ავტორმა როიკინის ქარდმა. დანარჩენად ეს ქარდი ძალიან მომწონს, პასები კარგი აქვს, ცოტა ფიზიკა რომ მქონდეს უფრო მაღალი, კარგი იქნებოდა. მაგრამ პასები, დარტყმები, დრიბლინგი, გადასარევი აქვს ამ ქარდს, პოზიციურობაც როგორც შევხედე კარგია. შორეული დარტყმებიც კარგი უნდა ჰქონდეს წესით და როგორც შევატყვე, აქამდე უბრალოდ მეჩები ვითამაშე, რომ შემესრულებინა quest-ები, მისიები. ასევე ფუტბოლ ცენტრიდან რომ ამიღო ქარდები და იქ ჩაწოდებები ჰქონდა, აი გადასარევი და რაითმა ყველგან გოლი გაიტანა. ნუ ეს შეიძლება არაფერს ნიშნავს. იქამდე ჯერ მისვლა უნდა მაგალითად hit to hit-ში, მაგრამ შეგიძლია ამით დატესტო თუ როგორ პასებს აკეთებს ქარდი, როგორი სწრაფია, როგორ სკილებს აკეთებს და როგორი მოძრავია და ასე შემდეგ, ასევე პოზიციურობაც შეგიძლია დაადგინო და დასატესტად პირველად ჩაურებრივ მეჩში გავდივარ ხოლმე ქარდების და შემდეგ მენეჯერის რეჟიმში და hit to hit-ში ტესტავ ხოლმე. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა